გამშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ჩვენ ისევ და ისევ ვიმყოფებით გზაზე, კერძოდ არიზონაში, ზემოთა ნაწილში, მივდივართ, კეცავთ, ვერ დავკეცეთ ეს გზა, მაგრამ ფიქრები მოდის და ამ დროს რას ვაკეთებ ჩვენ ჩემ ფიქრებს და აზრებს გიზიარებთ. რა ლამაზია სამყარო, რა მრავალფეროვანია სოფლიო, თავისთავად ადამიანებიც და ყველაფერი კარგია, ხო? უბრალოდ როგორ შევხედავთ, შეიძლება ამ სამყაროს შეხედო კარგი თვალით, გემრიელად, ლამაზად და გიხარია, მაგრამ შეგიძლია შეხედო ცუდი მხრივ და ეს ყველაფერი ეს სილამაზე არაფრად არ მიგაჩნდეს და მიგაჩნდეს ჩვეულებრივ ამბად, ხო? მინდორი, თა, ხე და მეტი რა არის აქ საინტერესო, რა არის აქ ლამაზი, როდესაც მე მაგ ჩემი პრობლემები, ჩემი ფიქრები და სულ არ მაინტერესებს ეს სილამაზე და უბრალოდ მე არ მაინტერესებს ფიქრი, მე არ მაინტერესებს ის, უბრალოდ მე ჩემ ამბავში ვარ ჩაფრული და მე მაინტერესებს ის, მე რაც მაწუხებს და ასე შემდეგ. რატო დავიწყე მეგობრებო ასეთი საუბარი? ჩვენ ახლა სხვადასხვა თემებს ვლაპარაკობთ და ხშირად მე მაყურებლები ჩვენი მე ადრესა მაქვს ნათქვამი რომ კაცო შენ თუ მძღოლი ხარ და მძღოლ თემებზე გველაპარაკე, სხვა რაღაცებზე ილაპარაკე, სხვა რაღაცებზე რატო ლაპარაკობ ფილოსოფიაზე, რატო ლაპარაკობ პოლიტიკაზე, სიყვარულზე და ასე შემდეგ, ტყუილზე. მე წეღანაც ავთქვი რომ მე გიზიარებ ჩემ აზრებს და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ერთმანეთს გვერდში უდგება ჩვენი ფიქრებით და მით უმეტეს აი ესეთ სივრცეებში რომ მიდიხარ მარტო და 1000 აზრები მოგდის, მეც გიზიარებ და ვისაც არ უნდა, ხო იცი, თუ არ მოგწონს და არ გინდა, ძალიან მარტივია, გადართე, ნუ უყურებ. თუ გაინტერესებს, უყურებ. იმედია დღეს ეს ვიდეო საინტერესო იქნება და მეც აი ესეთი აზრი მომივიდა. უпроსტოდ საიდან მოდის ეს თემები, მეც ადრე მაქვს ნათქვამი, თქვენგან მეგობრებო, სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე, მე უკვე ვიწყებ ფიქს. ერთი 4 დღის წინ ასეთი ქალბატონი დამიკავშირდა და ეს ქალბატონი პირველი და იმედია ბოლო იქნება, მაგრამ ნუ მაინც ეჭვი მეპარება, ბოლო არა. ერთ სიტყვით ქალბატონი დამიკავშირდა და მე ხშირად მაქვს ნათქვამი რომ მე გიპასუხებთ თქვენ კითხვაზე ან რაღაცა ამის და მაგვას და მესენჯერი დამიკავშირდა ერთხელ ორჯერ და მე ეთყობა პასუხი არ გავეცი პასუხი, იმიტომ რომ ხო ხდებით, აი მოვდივარ ერთ ამბებში ვარ, აგერ თქვენ ხო გაჩვენებთ ხოლმე მისმა მოსვლაში და მთელ რიარიაში და საყვედურით მეუბნება რომ აი მე თქვენ აკაკი ძალიან დიდ პატივს ცემდით, მაგრამ მე უკვე თქვენ შეუძლებელია რა არის ნუ თუ ერთი პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ, მე მოგწერეთ 5-ჯერ, 6-ჯერ წერილი და თქვენ პასუხის ღირსათაც არ ამთვლით. მე თქვენთან აღარ მინდა მეგობრება, თქვენ გზას გაუმარჯოს, მე წავარ ჩემ გზაზე. ესე იგი ცოტა უხერხო მდგომარეობაში ჩავარდი, იმიტომ რომ ადამიანს ეწყინა, ხო? ადრეც მქონდა ასეთი რამდენჯერმე მაქვს ეთყობა, ვინც აი მე YouTube არხებს მართავს და ვინც YouTuber-ებს, ალბათ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი აქვს და მეც არა ვარ გამონაკლისი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რაღაც ყურადღებას არ ვაქცევ, ნუ მაგათი თვალსაზრისით, ესე იგი ძალიან აწყინებიანია, ზოგი უფრო აგრესიულად არის და ესე იგი ვითომ სჯის, რომ უნდა დამსაჯოს, რომ მისი ფოლოვერი არ არის, მისი მეგობარი არ არის და ნუ ეს ფოლოვერება არ აუშავს, მაგრამ ადამიანი ნაწყენია. და აი ეს ამ ამბავზე მინდა დავიწყო დღევანდელი საუბარი, ანუ წყენა. საიდან მოდის ეს რა არის და როგორ გაუმკლავდეთ ამ წყენას. იმიტომ რომ წყენას ძალიან ბევრი ცუდი შედეგები მოაქვს. მაგრამ ამას ახლა დავიწყოთ
ნელა-ნელა ჩვენებურად ავხსნათ და განმარტოთ რა არის წენა და მე ბოლოს როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. როგორც ყოველთვის ჩვენ ხშირად გვაქვს ნათქვამი, ჩვენ მოვდივართ ბავშვობიდან და პირველი სიტყვა, ასე ვთქვათ, წენის შესახებ ბაღიდან მოდის და ალბათ ბევრი დამეთანხმებით სიმღერა ბუტე გაგე ბუტე, აი თამაშის დროს ბავშვები რო თამაშობენ, ან სათამაშოს არ მისცემენ, ან ვიღაცას თალყო და ბავშვი როასე გაიბუტება და გაბუტულია, ანუ ნაწყენია, ხო? აი იქიდან მახსოვს ეს გაბუტვა რა არის, ხო და აი ხო არის ბუტია ბავშვები ბუტია და აი ჩემ აზროვნებაში და ჩემ ცნობიერებაში აი იქიდან მოდის ეს წენის რაღაც მიახლოებული ფორმა. მიახლოებული ფორმა გაბუტვა, მაგრამ ბუტიობა და იქიდან მახსოვს ეს შეგრძნება. ჩავიხედოთ ენციკლოპედიაში, წენა არის ემოცია, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მას მიუდგნენ არასამართლიანად ან და წინს, ან მაგალითად ადამიანს ელოდება რაღაცა სხვისგან, მაგრამ სხვა რაღაცა მოდის წინს. ვიღაცამ სამსახურში ან სადმე ურთიერთობაში ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა, ან ზედმეტი თავისი ხედვით წინს. რაღაც სიტუაციაში ვიღაცამ დაჩაგრა წინს და ადამიანები აი ასეთ მოწყენი აი წინს რა ადამიანს და ზოგი ამას ითმენს, მერე ბოლოს აფეთქდება და უფრო ცუდ შედეგზე მიდის. ზოგი არ აფეთქება, პირდაპირ ამბობს და აი ამ თემებზე მინდა ვილაპარაკო, როგორც ჩამოვაყალიბებ, ნახოთ. არის კიდევ აი პატიმოყვარეობიდან მოდის კიდევ, ხო, ეხლა რელიგიურ თემაზეც ვიტყვი, მერე ბოლოს რა უნდა გააკეთო წინს და როგორ, მაგრამ აი ახლა ჩემ შემთხვევაში ეს ვინც ფოლოვერება შეწყვიტა ჩემთან, იმიტომ რომ მან იგრძნო რომ მე მისგან ყურადღება არ მივაქციო და ეს ეწყინა როგორ პატიმოყვარეობა, როგორ მე ერთი სიტყვის პასუხიც არა ვარ, ესეც არის აი პატიმოყვარეობიდან გამომდინარე. ნუ აი რამდენიმე მიზეზია ამ წენის. ისე ბავშვობას დაუბრუნდები, ჩემ პირველი ძალიან ისეთი რომ დავიწყე ამაზე ფიქრი, სხვათა შორის ფიქრი ხო იცით მე აი ციხეც რამდენჯერმე თქვი და ის გარემოება, აი ციხე ძალიან მაგარი რაღაცა ციხეზე მე ვილაპარაკე, ვიდრე იქ საშუალება გეძლება ფიქრის და აი საოცრება აი აკაც ახლა ამ სიტუაციაში რომ მოდიხარ, რავი, რამდენ რაღაცებს უნდა იფიქრო და საშუალება გვაქვს ვიფიქრო და აი მართლა უნიკალური შემთხვევაა, რომ აი საშუალება გვეძლევა, რომ ეს ასეთი მოწყენილი და ერთფეროვანი ამბავი ფიქრებში და იმეებში განვიხილოთ და გამოვიტანოთ რაღაც დასკვნები და ისე მადლობა უფასო აი ესეთი საშუალება მოგვეცა და ფიქრობ. ნუ ისევ გადავიდი ამბავს. კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, როგორ მახსოვს პირველი ჩემი წენა, ალბათ თქვენც ისევ ბავშვობას უბრუნდები. აი ძალიან მტკივნეული იყო. ეხლა მე მაინც კაცი ვარ და ხო იცით ეს ურთიერთობებში ხარ რაღაცები ცუდი, კარგი რაღაცნაირად ფიქრობ და ვალ ასე რაღაც 7-8 წლის და ძალიან ეხლა დეიდაშვილები ხარ არ ეწყინებათ, ეხლა მე პირდაპირ ვეტყვი როგორ მახსოვს ესა და დეიდაშვილები ყავდნენ, იყვნენ ძმები და მე უმცროსთან ძალიან უფრო ახლოს ვიყავი, უფრო მეც მაგასთან თამაშობდი, უფრო ეთნერი ინტერესები ქონდა და ის უფროსი ძმა, 3-4 წლით უფროსი იყო ჩვენზე. და ერთხელაც მახსოვს მე და ჩემი პატარა დედაშვილი ერთად თამაშობდა, რაღაცა კონფლიქტი მოგვივიდა. უმნიშვნელო რაღაცაზე რა. ხო იცი რა ბავშვები რო თამაშობენ და რაღაცა უხეშით ლაპარაკობენ ბავშვები როგორ იციან ხო და ამ დროს მოვიდა უფროსი ძმა და თავი ძმას გვერდზე დაუდგა და ასე ვთქვათ შენო ვის უბედავ, ესო ჩემი ძმა არისო, შენ აქ როგორ ბედავ, ახლა დავიდა, ნუ დამჩაგრასავი. ვაიმე ისე მეწყინა
ისე მეწყინა ის შეგრძნება ეხლას მახსოვს და ვიგძენი მარტო თავი. ეხლა მე ყოველთვის დედის ერთა ვიყავი და აი ეს სიმარტოვის შეგრძნება მომივიდა, რომ მე ამ სამყაროში მარტო ხარ და შენ ჩაგრავენ და შენ ეს სიმარტოვის შეგრძნება მაგარ წყენას იწვევს. აი ერთ-ერთი მიზეზი ხო რამდენი ხო ჩამოთვალეთ ეხლა ჩვენ წირო ეს მიზეზები წყენის, აი სიმარტოვესაც ძალიან დიდი ასეთად მუხტია სიწყენისა. და მეწყინა რომ მარტო ვარ ამ სამყაროში და ყველა მიმატოვა, არცაც მამყავს, არავინ არ მყავს და ესე იგი გამოდის რომ მე სულ დაბოღმილე და სულ წყენაში უნდა ვიყო. და ეს გამყვა. მე ხა რა თქმა უნდა რომ გავიზარდე და კი მოტვინე რა მოხდა, მაგრამ ეს გზნება დამერწმუნეთ მეგობრებო, ეს გზნობა მეგობრებო ყველას მოგყვება წყენა. ზოგჯერ არის ხოლმე ამბობენ, ამაზე რა უნდა გეწყინოს, იმაზე რა უნდა გეწყინოს, მაგრამ დაბალი ხარისხი თუ მაღალი ხარისხი წყენა არის წყენა, რომელიც წყენას აქვს ასეთი ცუდი თვისება, რომ ადამიანი რომელსაც აწყენინეს, ის გულში ინახავს და შეიძლება წლებინა, აი იმ დღეს მახსოვს, აი სასაცილოა. ერთი მეზობელი უკვე 79 წლის იყო და ძალიან მეგობრობდით რა. მეზობელი რუბნელი იყო რაღაცა და ცოტა შავი სამყაროს წარმომადგენელი იყო. ხო და იმან ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა, მაგრამ უკვე ხდებოდა რა, უკვე ავად იყო რაღაცეები და აი მეთქი კარანდაშა იყო კლიჩკა, ადრე მე ნახსენები მაგ და კარანდას რაზე ნანოფ მეთქი, რაზე ნანოფო და აი იცი რაზე ნანოფო. აი გაგეცინებათ, მაგრამ რეალობა აი ესე პაპუნა ხო იცი პაპუნა ცოტა იქ ცხოვრობდა ის კლასელები იყვნენ ეს კარანდაშა და პაპუნა და პატარები ვიყავითო 12 წლის ასაკში ვიყავითო და იმან მეო დამჩაგრავ რაღაცაზე დამჩაგრავ და აი ეს ატმასკა ვერ აუღეო. მე ვთქვი რას მეუნები კარანდაში რა ატმასკა ბიჭო ესე იგი ტიპი 80 წლისაა და ის 10 წლის ბავშვი რო იყო და რაღაცა წყენა რო ქონდა ის ქონდა გულში დარჩენილი და რო პასუხი ვერ აგო და ვერ აგებინა. აი მარაზმი არ არის, მაგრამ ასე თქვი, ისე თქვი, აი თელი იმ დროინდელი ბავშვობის დროინდელი წყენა ქონდა დარჩენილი ამ კაცს და უკვე სიკვდილი რაღაც ერთ კვირაში გარდაიცვალა და ის იმას ნარდობდა რომ ის რატო ატმასკა ვერ აუღეო და რატომო პასუხი ვერ გავეციო. ეხლა ჩვენ წყენაზე ლაპარაკობთ, ბუტეობაზე, წყენაზე, თითქოს უწყინარი რაღაცაა, ხო? მაგრამ ძალიან სერიოზული თემაა, იმიტომ რომ კონფლიქტები, დაშორებები, ცუდი სიტუაციები მოდის წყენიდან. აი რაღაცა ხო თქვი წეღანას რომ რაღაც უსამართლო ჩათვალე რაღაცა და ეს გულში გიგროვდება და ფაქტურად უკმაყოფილობაზე ამ წყენაზე იწყება უკმაყოფილობა გადადის კონფლიქტი გადადის ასე მიდის. რამდენი ოჯახები ინგრევა, რამდენი შეყვარებული წყვილები შორდებიან ერთმანეთს, მეგობრები შორდებიან, უბნელები, პოლიტიკა და ფაქტურად ამ წყენა არის კონფლიქტის როგორ თქვა პასიური საწყისი. აქტიური საწყისი, პასიური და აი საწყისი პასიურიდან მე გადადის აქტიურობაში, რომელიც არის უკვე კონფლიქტი. ამიტომ წყენას ასე ზერილეთაც არ უნდა შევხედო. ზოგჯერ ამბობთ, ახლა ხუმრობით ვარ, ხო ბუტია კაციო, ბუტი კაციაო და ზოგჯერ ზერილეთ უყურეთ, მაგრამ ის არ არის სწორი, იმიტომ რომ ის ადამიანი წყალობს, შიგნით იხარშება, შიგნით რაღაც პროცესები მიდის, რომელიც ცუდად შეიძლება დამთავრდეს. აი ყველაზე გავრცელებული წყენის ამბები არის ოჯახში, ხო? ბიჭს გოგო უყვას, გოგოს ბიჭი უყვას, გადარეულები არიან, რაღაცა უერთმანეთოდ არ შეუძლიათ, ბედნიერები არიან, დაქორწინდებიან და გავა 6 თვე და 1 წელი და 2 წელი და გადის დრო და შორდებიან. და მე ეკითხები, რატო და თურმე
ის იმან ის უთხრა ეწყინა ამან ეს უთხრა ეწყინა მე აგროვებენ და ბოლოს უკვე გადადის კონფლიქტი და უკვე მიდის დაშლამდე. ამ დროს როგორ უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან? არაფერი, რაღაცა თუ არ მოგეწონა შენი პარტნიორის ან იმის მიერ პიტაპირ უნდა უთხრა, იმიტომ რომ შენ გულში არ უნდა ჩაიდო ესა. აი წენას აქვს ძალიან ცუდი რაღაცა, იმიტომ არაუშავს და საბოლოო ჯამში მე ოჯახები ინგრება, ხო, რამდენია ასე. ან ძალიან გავრცელებულია როგორ გითხრათ, აი შობელი ზდის ხო შვილს და შვილი და ეხა ჩვენ ქართველების ამხელა რაღაცაა დედა, მამა ხო, მშობლებს რა პატივს ავსემ ჩვენებურად, მაგრამ მე ძალიან ბევრი ვიცი რომელიც ნაწყინები არიან მთელი ცხოვრების განმავლობაში და ითმენს, იმიტომ რომ ის დედა და მამაა და რატო? იმიტომ რომ 3, 4, 5, 6 წლის რო იყო დედა რაღაც არასწორად ექცეოდა ან რაღაცა და აი მაგათაც ძალიან გავრცელებულია შენგან არაფერი არ გამოვა, შე დებილო, შე ისა, შე ესე და ეს წენა რჩება, მაგრამ ეხლა ბავშვი როა ხო უძლურია დედას რა უნდა უყოს ან მამას, მაგრამ მე რო იზრდება ის ბავშვური ის წენა რჩება და მე დიდობაში მაინც მე უკვე აი უკვე მოხუცი მშობლებია და როწყი შვილები რატო არიან ჩემს მიმართო ასეო გაციებულებიო ეს ერთ-ერთი მიზეზიც არის, იმიტომ თავის დროზე მშობელმა რაღაცნაირად ისეთი რამე არ უთხრა თავისთვის აი მაგათ როევნები შედებილო და ის ვარიანტი რჩება, მაგრამ ბავშვი მაინც რო იზრდება და მაინც დედაა და პატივის ცემაში უნდა იყოს, ეს შინაგანად ეს წენა მოყვება მთელი ცხოვრება და მე უკვე თუ გაიაზრა და სწორ დასკვნა გამოიტანა, ხო კარგი, თუ არა და მე ის შობელიც რო კვდება, ის თავისთავად ნანობს, თუნდაც შობელიც რო ის არასწორად მოიქცნენ. აი წენის ეს შედეგია და გამოდის აი მთელი ცხოვრება ეს დედამ თუ შობელმა თუ რაღაცნაირად დაგჩაგრა ცოტა ეს სიტყვა ეხლა რომელიც შობელი ჩაგრავს თავის შვილს, მაგრამ რაღაც არასამართლიანად რო მოიქცა, ის მთელი ცხოვრება მიყვება ეს წენის შეგზნება. ეხლა მე ხა წენის რამდენიმე ვარიანტი ვთქვი, მაგრამ მოდი ახლა მე ვიტყვი როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. თან სიტუაციასაც ვიტყვი და ალბათ გამოსავლის გზასაც. ეს ჩემი პირადი აზრია და არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რომ წენამ არ დაგაზიანოს და ცუდ შედეგზე არ გაგიყვანოს. ეგანა ვთქვი, აი შეყვარებული წვირი, ხო, ოჯახი რო ინგრევა, ალბათ ჩვენ ყველას ვიღაცა ყავს სამწუხაროდ, ვინც ოჯახი აქვს დანგრეული და მე რამდენიმეს რო ვკითხე, რა არ მოხდა, რა ხო, აი ვიცი თავის დროზე ეს მაწყენინა და მე მეუბნები, რო გაწყენინა იმ მომენტში, რატო არა თქვი, არა, მოვითმინე და აი მაგაშია საქმე, რო რაღაცაში თუ რაღაცა წენის ნიშანი მიიღე, იმ წუთასვე, იმ დღესვე უნდა უთხრა, რომ ეს გაარკვიო ის სიტუაცია, თორე ოჯახებში როგორ ხდება, აი ქმარმა ეს უთხრა, ქმარი იქ წავიდა, იქ ყურადღება არ მომაქცია, მე მიჭი და ავად ვიყავი და ჩემი ქმარი საქეიფო წავიდა, მე ბავშვებთან ვიყავი, ავანტყობ ბავშვებთან, ჩემი ქმარი იქ სანადირო წავიდა და ეს ცოლი, რა ქვია, აგროვებს ამ წენებს და მე ბოლოს უკვე რაღაც მომენტში უკვე რომ ამოფეთქდება და კონფლიქტის დროს დამეთანხმებით იმ ყველაფერს ამოუტივტივებს, რაც აწენინა იმ ქმარმა მეუღლეს თავისი ურთიერთობის დროს. ასე არ არის? და ამ დროს რა უნდა გაეკეთებინა იმ ქალს? ან გოგოს ვინც დაშორდა, თავის დროზე თუ რაღაცა შეამჩნია, თქვათ მაგალითად შენ ცუდად ახარ რაღაცა, ამ დროს შენი ქმარი წავიდა საქეიფოდ და შენ ეს კათვალე რო უყურადღებოდ ხარ და რაღაცა და გეწყინა, უნდა უთხრა, იცი, აი ვთქვათ ამირანან, პეტო იცი რა, მე ცოტა ისე ვიყავი და ხო არ ჯობდა აქ ყოფილიყავი ჩემთან და ეხა ქმარი თუ შეიძლება ვერ ხვდება ან ხვდება, მაგრამ ამას რო ეტყვი, უნდა თავიდანვე უყე ის ქმარი თუ უყვარს ის თავის მეუღლე და რაღაცა იქიდან დასვლას გამოიტან და შემდეგში ასეთი სიტუაცია რო ჩავარდება, ეტყვის თქვათ ლამარა ჩემო საყვარელო, მე ხლა ასე გავაკეთებ, იქ აუცილებლად უნდა წავიდე, უნდა საქმე გავაკეთო და ახსნი. და ეს ჯობია ვიდრე დააგროვო და მე
რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ეს ამოუტიტიო შენ ქმარს აი ასე გამიკეთე, ისე გამიკეთე. ან ბოლოს და ბოლოს თუ შენ ადამიანი, აი ხა მაგათ გოგოზე ვიძახიან თუ იგივე ბიჭი, რაღაცა არ მოგეწონა და ამას ითმენ და შენ კომფორტულად არ გძნობ მაგასთან თავს, მაშინ დაანებე თავი. არა, აი და არანებებენ. აი ხა ერთ რაღაცას მოიყვან კიდე აი სამსახურებში რო ხდება, სამსახურებში წყენის ამბავი. აი დამეთანხმებით აი ყველა სამსახურის კოლექტივში ყოველთვის არის ვიღაცა სულ ნაწყენი ადამიანი, სულ უკმაყოფილოა, სულ ნაწყენია, სულ წუწუნებს, ბუზღუნებს და როევნები რატო აი შენ რა ხდება, რატო ხარ ასე გაღიზიანებული? აი იცი ის გეუბნება რა ის სამსახურში უფროსი ცუდად მეკცევა, ის ვიღაცა თანამშრომელი ცუდად მეკცევა, ისე და სულ უკმაყოფილოა და მე ბიჭო თუ ცუდად გეკცევა და ცუდად აგზნობ იქ თავს, ადე კიდე წადი. არა ბიჭო როგორ წავალ, აი წყენია ხალხი მაიცის ხოლმე რომ აი როგორ წავალ ახლა სამსახურში სამი შვილი მყავს, იქ ვალები მაქვს აღებული, იქ მოხუცი დედა მყავს, მოხუცი მამა მყავს და ეხლა ჩემი ან ბოლო და თუ ვერ მიდიხარ და აღარ შეგიძლია, მაშინ უნდა გააიასნო. ესე იგი, გაარკვე სიტუაცია და იქ გაირკვევა და დაალაგდება ის სიტუაცია, მაგრამ შენ წინს კიდევაც და არც ამბობ და ითმენ, ეს არ არის გამოსავალი. ან უნდა წახვიდე, ან უნდა გაარკვიო. მესამე ვარიანტი, არ ვიცი, მესამე ვარიანტი ისევ დაწყენილი და გაბუტულმა უნდა იარო იმ სამსახურში და რა თქმა უნდა სულ იქნები წვალებაში და უკმაყოფილებაში. ერთი ასეთი გავრცელებული ფორმაა კიდე აი ასაკობრივი წყენა რო იციან ხოლმე, ხო? ბებია, ბაბუა. ადამიანი უკვე ასაკშია, თავისებური ჯანმრთელობის პრობლემა, ასაკშია რა, ისეთი ხარტი არ არის და სულ ბუზღუნებენ, სულ აი ჩემი შვილები არ მოდიან, მიმატოვეს, შვილიშვილები არ მოდიან, მიმატოვეს და სულ ნაწყენი და მე მქონდა ასეთი საუბარი, მეთქი რატო ხარ ნაწყენი? იმიტომ რომ და გეუბნება ასეთი ადამიანი რომ მე მთელი ცხოვრება მუშაობდი, იმას ვიკლებდი, ამას ვიკლებდი, სამსახურში დავდიოდი, მაგრამ ჩემი ბავშვები გავზარდე და ამდენი ენერგია დავახარჯე მათ და მაგათ და ვერ ხვდებიან რა, ამდენი როგორ გადაყოლილი ვიყავი და ეხლა მე ვარ აქ მარტო და წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ თუ მომივიდა, აი განსაკუთრებით აქ ამერიკაშია ხოლმე. ეხლა ქართველებშიც უკვე მასე წავიდა სამწუხაროდ და მე ვარ მარტო და სულ ნაწყენია რა და ხო გაგიგე აი ბუზღუნა მოხუცები რა და მე რო ვკითხე რატო ხარ ასე ნაწყენი და აი ასე და მე ვთხარი ნუ ბუზღუნებ ერთი უთეთო კოდეთ მოხუცად როგორ მე ამდენი დავხარჯევ და აი მაგაშია მთელი საქმე რომ შენ რო სულ საყვედურებს ეუბნები სულ რაღაცებს ცუდებს იხსენებ და რაღაცებს იხსენებ იმ ახალგაზრდა რომელიც თავის ცხოვრებით არის და თავის ამბებშია და შენთან უნდა მოვიდეს იმიტომ რომ დაისვენო და ამ დროს შენ კიდე ტვინს უჭამ ამიტომ გერიდება ისა და იმიტომაც არ მოდის როგორ რომ მე ხო ამდენი დავხარჯეო და მეთქი ტყუილად არის ტყუილად ველაპარაკები ამოხუც მაგრამ და რო დაფიქრდება მე ალბათ მიხვდება მე კი მიხვდნენ კიდევაც მე ჩემ ლაპარაკში მაგრამ აი მაგაში ეცი აი ხო არის ახლა ტკბილი მოხუცები რო არიან ფეში სავსეა სახლი და იმიტომ რომ იმან იცის რა თქმა უნდა საყვედურები და ეს ნაწყენება სულ ამას ახსენებ თავიდანვე ის ახალგაზრდაობა მოვა ისა მოერიდება მანდ მოსვლას კი მოვა დაგეხმარება სიტყვაზე რაღაც წყალი რაღაცა ფული რაღაცა მაგრამ ამას მოვალეობის მიზნით ასრულებს და არა იმის მიზნით რომ აი უბრალოდ უხაროდეს და მაგას ვიძახი რომ მოხუცება ისე უნდა ვიცხოვრო ვიცხოვროთ ახლა მეც აი ჩემ მეუღლეს ვიძახი რომ მე ისე უნდა ვიცხოვრო რომ ჩემთან ყველა მოდიოდეს იმიტომ ჩემთან ისვენებდეს ადამიანი და არა რაღაც საყვედური და რაღაც ნაწყინები და რაღაც ნაწყინის შეხსენება ვახსენო რაღაცაზე აი ანდაც არის დაფიქრება აი წყენას რა შეუძლია მოიტანოს და მე უბრალოდ ზოგჯერ მიკვის ხოლმე ეს მოხუცი ადამიანები რომლებიც უკვე ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს ეს დასკვნები რატო ვერ გამოაქვთ მაგრამ თუ ადამიანი დაფიქრდება და ანალიზს გააკეთებს
შენი წყენები და შენი რაღაც მინუსები ყოველ იმაზე არ უნდა დაუდო შენ შთამომავალს და შვილს და ასე შემდეგ. ან თუ დაუდებ რაღაც სხვანაირი ფორმით ისეთი რომ ადამიანი დაფიქდეს და არა აი შეასეთო და შეისეთო და შეასეთო და კარგი რამდენი ასეთი და ამდენი საყდრები არავის არ უნდა. ეხლა ცოტა სხვანაირად მივუდგეთ წყენას. წყენა რა არის? წყენა არის რაღაცა მოვლენა ხდება და შენ არ მოგეწონა რაღაცა, ხო? არის ფაქტი და შენ ამ ფაქტს უკვე ემოციური მასში რო გადაყავ, შენ იმ ფაქტს ხო ვერ ასწორებ. რაღაცა გადასაჭრელი საკითხია, ფაქტია, რაღაცა მოხდა და შენ იწყებ, აი რატო მოხდა და აი რატო გამიკეთა, ბიჭო, შენ იმას კი არ უნდა იფიქრო, რატო გაგიკეთა, შენ უნდა იფიქრო ის ფაქტი თუ ის რაღაცა მოვლენა რაც მოხდა, უნდა აღმოფრა. და ჩვენ გადავდივართ აი მაწყინინა და ემოციურ მხარეზე გადაყავ და მე საბოლოო ჯამში თუ ადამიანმა არ გაანალიზა და რაღაცა დასკვნები არ გამოიტანა, ეს წყენა რჩება და მე კარგი არ არის ასე სუბუქად რო ვთქვა. ეხლა ისმის კითხვა, ეს წყენა რატო ხდება? აი მაგალითად ეხლა მე მიმაჩნია ეს ძალაუნებურად ხდება ადამიანმა აწყინინა სხვას, იმიტომ რომ არ ქონა გააზრებული და უნებურად მოუვიდა ის. და შენ თუ ეს არ გაარკვიე და ისევ წყინის რეჟიმში დარჩი, გაურკვეველი სიტუაცია არ არის სწორი. აი ისეთ თქმა მინდა, აი მაგალითად აი აგრესიული ადამიანები, აი ქუჩაში რომ მიდიხარ და სიტყვაზე აი როგორ გითხრათ ტიპი არის აგრესიული რა. ამ აგრესიას მე ვილაპარაკებ. აი მაგალითად აი ოფიციანტი, ხო? შენ შეხვედი საკეიფოთ, ფული გაქვს, კაი ხასიათზე ხარ და იქ ოფიციანტს ეუნები, ბიჭო, მოდი ახლა. ეს მოდი ახლა. ეს გააკეთე, ის გააკეთე. და ესე იგი შენ რა გინდა ამით თქვა რომ მაგარი ხარ? ამ დროს რაღაცას მალავ, ესე იგი შენ რაღაცა შენ სისუსტე გაქვს და ამით გინდა გამოამჟღავნო და ვიღაცას ამცირებ და ეხლა ოფიციანტი მიმტანი, უბრალოდ ქართველი მიმტანი, მან ორი ვარიანტი აქვს ამ მიმტანს. ის გააკეთებს ასეთი ტონალობით მომართებული ადამიანს რომ მოგმართავს, გააკეთებს, იმიტომ რომ სამსახური და პრობლემები არ უნდა, მაგრამ მეორე ეტყვის რომ იცი მოდი რა მეგობარო, ასე მელაპარაკები რა. მე ის არ ნიშნავს ახლა მე აქ მუშაობ, შენ ასე უნდა მელაპარაკო და ეს აგრესორი უცბად დაფიქდება, გააჩნია როგორი ფორმით არის და მე ყოველ შემთხვევაში მეორე შემთხვევაში იმ ოფიციანტს ვამართლებ, იმიტომ რომ ეხლა ეწყინა ხო როგორ მომართა ეხლა იმ ბიჭო მოდი ეს მოიტანე, ის გაიტანე, ის ეტყვის და დააჯენს εμას თავის ადგილას. თუ არ დააჯენს, უკვე სხვა მოვლენაა. ამიტომ წყენა უნდა მოიშორო რა ამ ოფიციანტმა ამ შემთხვევაში რო უთხრა რა მასე ნუ მელაპარაკები ეს წყენა არ უნდა მიუშვა შენთან, თორე მეორე ვარიანტი ვაიმე ხა სამსახურს დავკარგავ და ეხლა ამასთან თავი არა, მაგ იწყენა დაგჩება შეგნი და შეგჭამსა დაგდღრნის. მე ციხეში ეს გაკვეთილები აი ძალიან მაგრამ მაგ ნასწავლი რა. აი მაგალითად ციხე, აი მაგალითად ზიხარ კამერაში რა, საკანში და ზიხარ 20 კაცი და ვიღაც არის ჩაგრავს რა, შენ ხარ მორიდებული წყნარი კაცი, 7 კაცი არა ხარ იმ გიჟივით, კრიმინალივით რაღაცა, ჰაი, ჰუი, რო იქაჩებიან და რაღაც მომენტებში ჩაგრავს, აი ბიჭო ასე გააკეთე, ის პარაშა გაწმინდა, ეს გაწმინდა, ეს გაწმინდა და ეს კაცი აკეთებს, მაგრამ წყენას ინახავს შიგნით. და ამ დროს ის და მე მინახია ტიპები, ეს უკვე დაჩმორებულია ეს კაცი და მე მინახია ტიპები არც ძალა აქვს, არც არაფერი, მაგრამ ის დამჩაგრავი თუ ქურდი თუ რა ვინც არის რაღაცა კრიმინალი პატივიცემით ეპყრობა და რატო? ოდესა დამჩაგრავმა მოინდომა ასე თქვა იმ წყნარი ბიჭის დაჩაგვრა რაღაცა და აწვება რა თავისებურად ხო და ეს უთხრა იცი ძმაო მე რატომ აწვები? მე ჩემთვის ავა და რა გინდა შენ და ეს როგორ არ იცი მე ვინა ვარ? არა მე ვიცი მე ვინა ვარ, მაგრამ მე რატო ჩაგრავ? და არა რატო ჩაგრავ და უკვე ის დამჩაგრავიც ხო იმას აჩვენებს რომ ძალიან მაგარი ტიპია და უკვე ჩიხში შედის რომ ის მაგარი ტიპი არასწორად ექცევა იმ იმას და ჩაგრავს და ამიტომ მოერიდებ ამას და
შენ როდესაც არ ეტყვი იმ დამჩაგრავს რო ძმაო, არ არის ეს სწორი. მე ეს მაშინ ის ამის გამოიყენეს, ვინტომ იმ დამჩაგრავი თვითონ თუ აი დააკვირდით რა, ძლიერი ადამიანები ძალიან არ არიან აი მორიდებულები არიან რა, უფრო წყნარად აი რიზე თქმა მინდა, აი ვინც ბევრს ყვირის და ჩხუბის ის თვითონ მაგარია, მაგრამ თვითონ თავის კომპლექსები აქვს და ამ კომპლექსებიდან გამომდინარე იმას უნდა რომ დაჩაგროს, რომ ვითომ აჩვენოს რომ მაგარია, მაგრამ ამ დროს წყენა რატო უნდა დაიჩაგრო, რატო უნდა შეინახო ეს შენი გული და უნდა უთხრა სათქმელი. აი ერთი კიდევ კაი მაგალითს ვიტყვი, აი ადრე გაიშნიკები რო იყვნენ ხოლმე, გახსოვთ? ფული მოქონდათ ქუჩაში და რაღაცები და მე მახსოვს, აი მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, რა იცი 25 არ იყო პატარა, ხო, უკვე სამწუხაროში ამდენს რო დაინგრა, ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში ვაზროვნებდი და ეს გაიშნიკს დაველაპარაკე, სუფრაზე ვიყავი რა. ხო და ხა სუფრაზე რო დაახლოვდები რაღაცა, ხო და ამ ქთამის აღებაზე და აი ფსიქოლოგიაზე მიდიოდა საუბარი და ეს ყვება რა. აი მასეთი ტიპებიო. აი მაგალითად მოდის გავაჩერე აქვია იმას. ძღოლი. ო და თხოვდა, იქიდან ბიჭო შენ იცი ვის უბედა რაღაცას, აი მე სამსახურიდან მოხსნი, იმას მოხსნი, ამას მოხსნი და იმუქრება რა, მე იმის ისავარ და ეს გაიშნიკი მეუნება რომ აი მაგათი ვაფშე არ მეშინოდაო, პირიქით და მაგათგან უფრო მეტ ფულს ვიღებდიო და აი იმათი მეშინოდაო, ვინცო გადმოვიდოდაო, აბა გამარჯობათ, როგორც ერთ ემოციასაც არ გამოწყნარად გეტყო და აი იმათ მერიდებოდა, პირიქით იმათი უფრო მეშინოდაო და აი ესეთი ტიპი რო გამოვიდოდა, აი ბიჭო, მამა ჩემი მინისტრია და შენ იმას იცნობ, ამას იცნობ, იმათი ვაფშე არ გვეშინოდაო რა. აი ფსიქოლოგია რა, ხო ხდებით? ესე იგი ის რეაქციას რო გამოხატავს, რაღაცით არის, ვითომ აგრესიას გამოხატავს თავის ვითომ აგრესიით გემუქრება, ამ დროს სისულელია. ესე იგი, აი რისი თქმა უნდა, რაღაცაზე ნაწყენია, რაღაცაზე რაღაც მომენტებში და იმით გემუქრება რა, აი სად დავაკავშირეს წყენინება და ამიტომ თუ რაღაცაზე უკმაყოფილო ხარ, აი უბრალოდ წყენა იგივე ხო ფაქტი, რაღაც დამახინჯებული ფაქტია, უნდა თქვა. აი ეს არის გამოსავალი და პატიებას ვამბობთ ხოლმე ჩვენ, ხო აი ადამიანმა მაწყენა მე ვაპატიე. უნდა აპატიო, აბა რა. და ვახლოვდები ჩვენ ქრისტიანობა და ქრისტე რას ამბობს, რომ ეკითხება ერთი რომ რამდენი უნდა აპატიო ადამიანსო და შვიჯე კი შვიჯე 1000-ჯო, ხო და აი მანდაც არის საუბარი რომ წყენა ადამიანის ნაწყენია, კი ან უნდა აი აპატიებისკენ უნდა გქონდეს მისწრაფება, იმიტომ რომ უნდა თქვა და აი წყენა რომ აი რაღაცაზე წყენა რა რომ გაბრაზდები აი ხო რო დავიწყე ვიდეო ხო გაბრაზდები აგროვებ და მე გადადის კონფლიქტში და ამიტომ პატიება მაგას ნიშნავს და ყველაზე მაგარი პატიება კიდევ იცით რა არის მე თუ ვაიმე რა ცუდი გზა არის რომ წენინება არ ჩაგითრიოს აი ვიღაცამ გაწყენი და წადი შენ დედაცვადე წადი ესე იგი აი სიმსუბუქე აქვს რა ადამიანები რომელიც ბუტიები არიან, ანუ წყენისკენ აქ მიდრკე უფრო მძიმე ხალხია და ეხლა ვიღაცამ რაღაცა გაგიკეთა, რაღაცა გაგეს, არის შენი დედაცვატირე და შო. აი ეს არის კახელებს როგორ არის გამოწვეული გულზე მოგეშვებაო, ხო? აი კიდე გულზე მოგეშვებაო, ხო? აი ეგ მომენტია. რა თქმა უნდა, ეხლა რეალურად ეხლა ჩვენ ხუმრობით და იქიდან გამომდინარე ვიძახით, მაგრამ ეს არის ცხოვრება, ან ისე იქნება, ხან ასე იქნება. ინა ვიდეოებიდან გამომდინარე რომ ამბობდი ტყუილი რა არის დამახინჯებული სიმართლით დამახინჯებული ფორმა იგივეა წყენაც რაღაცა ფაქტი რომ მოხდა ამას შენ ღებულობ და შენ კი უნდა მიიღო ამას უნდა გადაჭრა კი კარგია რომ ასე არ იყოს კარგი ესე არ იყოს მაგრამ ეს წყენა იმ ფაქტის მიმდინარე პრობლემის გადაჭრის გვერდზე გაყავხარ გვერდზე და ამ წყენაში წყენა გითრებს და უფრო ცუდ შედეგზე გაყავხარ რა. რა ადამიანს წყინს და მიზეს არ პოულობს. აი ხა ჩემ შემთხვევაში ხო ის ხალი რომ გამინაწყენდა
ეხლა მე აი წამოდგეთ ამდენჯერ კი არ ვიმართლებ თავს, მაგრამ აი წამოდგეთ ეხლა სულ მოძრაო. სულ გადარბენებზე ვარ. ეხლა თუ არ გავჩედი მე წერის ისა მესიჯებს ვერ წერ ეხლა რო ვატარო ჯარიმებია და რაღაცეები და იმას არ აინტერესებს, იმიტომ რომ იმას თავის პატრიოტიობა და თავისი ის რა ქვია მე აწუხებ და ნაწყენია ეს კაცი და ის ადამიანი და რა ვიცი რატომ უნდა ვაწყინოთ ერთმანეთს არა უბრალოდ დავფიქრდე და ერთმანეთს და პირველ რიგში შენ თავს არ უნდა აწყენინო იმიტომ რომ რაღაცა გონია რომ არასწორად მოიცე და შენ დაწყენილი დადიხარ უკვე მე რამდენჯერ ვიზახე მგონი კარგი არ არის აი კიდევ ასეთი აი ყველაზე საშინელება ეს როგორ მაკადრეს ეს პატრიოტიობა წარმოიდგინეთ ქრისტე ღმერთი ჩამოვიდა ამხელა რაღაცა გვასწავლა ჩვენი გუთი შეეწირა და ასეთი მაგალითია გახსოვთ აი კეთროვნები კუნძულზე 10 კეთროვანი შეხვდება და 10-ვეს უმკუნალებს ქრისტე და 10-დან რამდენი მოვიდა მადლობის მოსახდელად მარტო 1 და წარმოიდგინეთ ქრისტე რომ დაბო ისა ბოდიში უფალო დაბოღმილობა და ნაწყენი დარჩენოდა იმან აჩვენა ფაქტი ეთეთი იგავი ხო არის მასე რომ აი წარმოიდგინეთ აი ახლა რომ დაიწყო ქრისტე აი მე ამდენი რაღაცა კეთრომანები გადავარჩინე ჯამთელები გავხადე და ეს უნამუსოები და ეს უმადური ადამიანები ერთი მადლობაც არ მითხრა ერთმაო ხო აი მაგარი სასწავლო ის არის ხო აქედან გამომდინარე და იმ იგავში რას ამბობს რომ წყენამ არ უნდა ჩაგითრიოს და ასია ცხოვრებაში არგონულად ვიტყვი წყენამ არ უნდა ჩაგითრიოს არის რაღაცა ფაქტი მოხდა რაღაცა არ გესიამონა რაღაცა სათვალე მაგრამ ამისთვის უნდა გამოასწორო ეს თუ რაღაცა არ მოგეწონა უნდა უთხრა რა თქმა უნდა კაი ფორმი და არა გიჟობები და ემებით უნდა უთხრას წყნარად და შვიდად აუ გამახსენდა ეხლა კიდე აი მაგათ ეხლა ამერიკაში ვარ და ეხლა ხშირად არის ხოლმე რომ აი ზანგები სულ ასე გიყურებენ რა გაბრაზებულები და სულ რაღაც პრობლემებს გიქნიან ეხლა მე ამას ვიძახი აი ზანგების უბანში რომ მივდიხარ და ტაქსაობდი და იქიდან გამომდინარე და ერთხელ გამაჩერა და ზანგმა და წამიყვანა ზანგების უბანში და რაღაცნაირად ჩემი ჩაგვრა კი არა ნუ რაღაცნაირად აი ზედმეტები მოსდიოდათ რა და მე ვიგძენი ისინი რომ ჩაგრავენ ეხლა მე თეთრი ვარ და რაღაცეები და უკვე დაიძაბა სიტუაცია და მეთქი ეხლა როგორ გამოვიდნენ მდგომარეობიდან და მაგათ ხო აქვთ ეს რომ აი მთელი ცხოვრება მონები იყვნენ და თეთრებზე პრეტენზიები აქვს რა აი მთელი ცხოვრება და რაღაცნაირად აი ვარიანტი არ არის ეს ყოველთვის იგრძნობა რა ეხლა კი რა თქმა უნდა იცვლება მაგრამ მაინც აი მომენტებში რომ დაიძაბება ხოლმე სიტუაცია მაგას გაიძახენ რომ თეთრები შავებს ჩაგრავდნენ და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს სამართლიანობა და ნუ ყოველ შემართლიანობას ან იმითი აგრესიით ან იმით გამოხატავ და ესეთი ზანგები შემხვდნენ მე ძალიან აგრესიულად მექცევიან რა ფულის მოცემა არ უნდა უკვე გძნობ რაღაცა და ავდექი და ეხლა რა ვქენი იცი შენ მეთქი მიუტრიადი რა დიდი დაროვი ტიპი იყო ეხლა რა გინდა მეთქი რა შენ ჩაგრავ მეთქი არა რატო ჩაგრავ აბა რა არის შენ თუ შენ ხო იცახი მეთქი შენ ხო იცახით რომ ჩვენ დაჩაგრულები ხართ მეთქი და აი პიტაპირ ასე დაუწყე რა ლაპარაკეთ ეხლა რა გინდა შენ მე ჩაგრავ რა გინდა ამით გინდა რომ შენ დამჩაგრო და ამ დროს უცბად შეიცვალა ტიპი იმიტომ რომ მიხვდა რომ არასწორ რაღაცას აკეთებდა თვითონ მართალი ტიპი იყო და მე პიტაპირ უთხარი რომ ჩაგრავ ესე იგი შენ გინდა მე მაწყენინო ხო და შენ ბედნიერი იქნები რომ მე დაწყენი ვიქნები მეთქი და აი ეს რო გაიაზრა უკვე მე შევხედე სახეზე შეიცვალა ტიპი და არა ძმაო sorry my brother we are brothers და ფულის გადამიხადა ტაქსისტი ვიყავი მაშინ ყველაფერი და წყნარად გამაცინა აი ყოლეთ აი რა ხდება ეს უნდა უთხრა ის რომ შენ რასაც ებძვი და ვითომ სამართლიანობას ებძვი და შენ ახლა თეთრება თავის დროზე გაწყენინეს ეხლა მე გინდა მე მაწყენინო და შენ ამაში სიმართლეს და სამართლიანობას ხედა მაგრამ აი გამოძვერი ამ მდგომარეობა და უთხარი მეთქი რა გინდა მაწყენინო თუ რა გინდა მეთქი ხო და აი ესე გამოვიდი მდგომარეობიდან
კარგით მეგობრებო, აი ამით ხმა მინდოდა სულ მეუნებო რომ ერთი და იგივეს აგათ მე გადმოვცე, მაგრამ ალბათ თქვენ ჩემი მაყურებლებო ალბათ თქვენ შეჩეულები ხართ ჩემს ასეთ საუბარს და ისე და ისე ვიძახი მეგობრებო, წყენა არის ემოცია, რაღაცა ფაქტს რო შეხედავ და იქიდან გამომდინარე რაღაც არ მოგეწონება და მე გადადიხარ წყენის რეჟიმში, ანუ ემოციებში. არ არის პრობლემა. უნდა ითქვას, უნდა აღმოფრათ 1000 გზებია და მეც წინასწარ ჩვენ გვაქვს ასეთი ეკლესიაში ხო კვირეული რო არის რომ ერთმანეთს თუ ვინმეს რაღაცა ვაწყინიეთ, მომიტევეთ, მე ამით ვზათოვარ და ამიტომ აქედან გამომდინარე მეც ვისარგებლებ ამ მომენტით და თუ ვინმეს რაღაცას ვაწყინინე და რაღაც მომენტში რაღაც ყურადღება ვერ მივაქციე და რაღაც ესეებს რა გამონებს მომიტევეთ და ისე ვიყოთ რომ ნაწყენებმა არ ვიაროთ ნაწყის წყენა და ეს უარყოფითი ემოციები უნდა ამოვაგდოთ გულიდან და გავაგზავნოთ ცხოვრება. კარგით ახლა მეგობრებო, აი ჩემი სათქმელი თქვი, ბედნიერები, ხიარულები და წარმატებულები. კარგად, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე.